კუჭის პრობლემები მქონდა, სინამდვილეში ექიმთან მივედი კუჭის პრობლემების გამო. იდეაში კუჭის პრობლემები ძალიან მიბმულია მენტალურ ჯანმრთელობაზე, ესეც მინდა აქ ვთქვა. და აი ამ კუჭის პრობლემის შემდეგ დაიწყეს გამოკვლევა და მაშინ მახსოვს თელია მითხრა ჩემო ექიმა, რომ თუ იციო, რომ ესეთ გლუტენის მიუღებლობა თუ გაგიგია, მეთქი არა რას ნიშნავს, ხო და ეს ბევრი წლის წინ იყო და მითხრა, რომ ესე თუ გაქვს ეს გამოხატული პრობლემები და ნუ ჩემს ჩამონათვალში იყო შეშუპება. ჩემს ჩამონათვალში იყო რაღაცა განსხვავებული შფოთვა, ეს არ არის არ გავს რაღაცა ცოტა განსხვავებულია, მოუნელებლობა, შებერილობა, ნუ ძალიან ბევრი რა, მან როდესაც საჭმელს ვჭამდი, მაშინვე ვიბერებოდი, ოღონდ ეს აი შებერვა თითქოს შეიძლება რომ ვიღაცისთვის პრობლემური არ იყო და ეს იყო შემაწუხებელი. აი ეს მე რო ვეღარ ჩერდები და გასვლა რო გინდა და ის სახში რო გინდა წავალ. და მოკლედ ცელიაკია კლასიკური არ აღმომაჩნდა ამ კვლევის შედეგად, მაგრამ მაშინ მითხრა ეგეთი რამე, რომ მოდი ჩავატაროთ ესეთი ექსპერიმენტიო, დავიწყოთ უგლუტენო დიეტაო. და თუ უგლუტენო დიეტით ჩვენ მივიღებთ იმ შედეგს, რომ ამ სიმპტომებს ავალაგებთ, მითხრა ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება დღეს 21 საუკუნეში კლასიკური ცელიაკია არ გქონდეს, ანუ არ გქონდეს ესე სამედიცინო კვლევით, მაგრამ გლუტენის მიუღებლობა გქონდეს. გადაცემის სპონსორია ფინო. ფინო, როცა სახლში სიმყუდროვეა.